კეთილი. საპრეზიდენტო კანდიდატის ალტერნატიულობა ან უალტერნატივობა მარტო იმაში კი ამდგომარეობს, რომ თუ ვინ დგას მის უკან, არაფინანსები უმაგრებს მას ზურგს, არამედ ის უნდა განსაზღვროს პირველ რიგში საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის ხარისხის მიხედვით, თუ საკუთრივ პროგრამა კანდიდატისა რაოდენ უალტერნატივოა, რაოდენ წინწასულია ის და სწორედ ამ თვალსაზრისით გიორგი თარგამაძის პროგრამა გახლავთ ჩემის აზრით უალტერნატივა პროგრამა, რომლის სახელწოდებაც არის ტრადიციებით ევროპისაკენ. მართლაც ჩვენს მსვლელობას, ჩვენს მისწრაფებას ევროპისაკენ არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ მეორე მხრივ ასევე ალტერნატივა არ აქვს ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნებას, მის განვითარებას, ტრადიციების შენარჩუნებას და მის განვითარებას. აი ამ პროგრამას აქვს გიორგი თარგამაძის პროგრამას აქვს თავისი მიზნები. ეს მიზნები შეიძლება ასე ჩამოთვალოთ, ცხადი ეს არის ევროკავშირში გაერთიანება და ქვეყნის ისეთი ვესტერნიზაცია, რაც როცა შენარჩუნდება და არა მარტო შენარჩუნდება, არამედ განვითარდება კიდეც ეროვნული ტრადიციები და ეროვნული თვითყოფადობა, როგორც გითხარით უკვე, როცა დაიძლევა სიღარიბე და ამაღლდება ცხოვრების სტანდარტები, როცა სტიმული მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა ის განვითარდეს, როცა საზოგადოებაში დაენერგება თავისუფლების, სამართლიანობისა და თანადგომის იდეალები, როცა შემუშავდება სრულიად ახალი, ინოვაციური გზები ქვეყანაში მშვიდობის შენების მიმართულებით, როცა ქვეყნის წინსვლა დამყარებული იქნება სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, როცა მოსახლეობის უმრავლესობა შეადგენს საშუალო კლასს. გიორგი თარგამაძის პროგრამაში ისიც ჩანს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს მიზნები. ესე იგი, არა მარტო ჩამოთვლილია მიზნები და დეკლარირებული, არამედ გზებიც არის კარგად მოაზრებული და კონცეფციაში საერთო კონცეფციაში, როგორც სისტემურ პლანში ჩამოყალიბებული. და გიორგი თარგამაძის ესე იგი აი პროგრამის უგულებელყოფა ან ის თუ ვინც არ მისცემს მას ხმას, ეს ფაქტურად იმას ნიშნავს, რომ ხმას აძლევს ამით ადამიანი ეროვნული იდენტობისა და ეროვნული თვითყოფადობის რღვევას. ვინც უგულებელყოფს ამ პროგრამას, ფაქტურად ესეთი უგულებელყოფა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ხმას აძლევს ქვეყნის კიდევ უფრო ჩაფლობას სიღარიბის ჭაობში. გიორგი თარგამაძის პროგრამა ერთადერთია, რომელიც ქრისტიანულ ეთიკასა და ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით გზას გაკვალავს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების მქონე დასავლეთისაკენ. ამიტომაც საარჩევნო პროგრამას ტრადიციებით ევროპისაკენ მართლაც არ აქვს ალტერნატივა. მე მინდა აი ამ პროგრამის ესე ვთქვათ, მხოლოდ შედარებით დაწვრილებით მხოლოდ ერთი სეგმენტი განვიხილო, როგორც არის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის ნაწილი ამ პროგრამისა. პირველი, რაზეც მიქცეულია ყურადღება, ეს არის საარსებო მინიმუმის თემა, რაც თქვენ იცით და ეს არის განპირობებული იმით, რომ დღევანდელი საქართველოში ძალიან დაბალია საარსებო მინიმუმი მოგეხსენებათ და ეს კი გამოხატულებაა იმისა, რომ როგორც წინარე ხელისუფლებას, ისე დღევანდელ ხელისუფლებასაც ახასიათებს თავის აზროვნებაში და ადამიანის არსის გაგებაში ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური რედუქციონიზმის პრინციპი. ის აზროვნებს ბიოლოგიური რედუქციონიზმის პრინციპის შესაბამისად, რაც ფაქტურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაიყვანო მის ბიოლოგიურ საწყისზე, ანუ ცხოველი დაინახო მასში. იმ გაგებით, რომ საარსებო მინიმუმი გათვლილია როგორც კალორიების რაოდენობა, რომელიც ადამიანს დღეში სჭირდება, ამაზეა გათვლილი. მაშინ როცა ადამიანი მარტო კალორია და წვების ინსტინქტი და მოთხოვნილება არ არის. თუ ავიღებთ ევროკავშირის ქვეყნებს, იქ საშუალო, ესე იგი, საარსებო მინიმუმი გათვლილია იმაზე, რომ 30% უჭირავს მასშტაბე სასურსათო კალათას, ანუ კვებასთან დაკავშირებულ მომენტებს და 70% უკავიას სხვა უფრო მაღალი რიგის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოქალაქის მიერ. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ 12-ჯერ უფრო ნაკლები არის თავისი ოდენობით
ჩვენი საარსებო მინიმუმი ევროკავშირის საერთაშორისო სტანდარტზე, საშუალო სტანდარტზე საარსებო მინიმუმისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირში უბრალოდ ვერ შევხვდით ამ სტანდარტების მქონე ადამიანი, რაც არ უნდა დემოკრატია გქონდეს და რაც არ უნდა კარგად ჩაატარო არჩევნები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პრაქტიკულად ევროკავშირის ერთ-ერთი საზომი არის სტანდარტების ესე იგი ის ხარისხი, რაც ამა თუ იმ ქვეყანას ახასიათებს. ამიტომ დაბალი სტანდარტების, დაბალი საარსებო სტანდარტების მქონე ქვეყნის შანსი ევროკავშირში გაერთიანებისა ძალიან დაბალია. მეორე რაც ამასთან დაკავშირებული არის ამ დაბალ საარსებო მინიმუმთან ის გახლავთ ის რომ რასაც მე უწოდებ სიღარიბესთან შეგუებასა და უსუსურობის სინდრომის ჩამოყალიბებას. მე როგორც ფსიქოლოგი ამ ლიტერატურას და ამ საკითხს კარგად ვიცნობ, თუ როგორ ეგუება ადამიანს დაბალ საცხოვრებელ სტანდარტებს და როგორ ეგუება სიღარიბეს და თქვენ მოგეხსენებათ პატრიკმაც მოუწოდა ერთ-ერთ თავის გადაგებაში არ შეეგუოთო სიღარიბესო და როგორ ყალიბდება ეს უსუსურობის ეგრეთ წოდებული შეძენილი უსუსურობის სინდრომი. ესეთი სინდრომი გახლავთ, რომელიც ძირითადად მიკვლეული იქნა ამერიკელი მკვლევარების მიერ. და ეს ჩვენთან ერთ-ერთი ამის შეძენილი უსუსურობისა და სიღარიბესთან შეგუების ძირითადი ფაქტორი გახლავთ სწორედ ის დაბალი სტანდარტები, რაც დაწესებული აქვს ადამიანებს თავისი არსებობისათვის ხელისუფლების მიერ და ბუნებრივი არის სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ჩემის აზრით ეს სიტუაცია, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, რაც ახასიათებს წინარე ხელისუფლებას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს, ესე იგი, სიღარიბისადმი შეგუების ფენომენსა და შეძენილი უსუსურობის სინდრომს. ამიტომაც სრულად აუცილებელია მასშტაბი სრულად ახალი ნაბიჯების გადადგმა, რადგან მე ნენალა გადავალ. კიდევ საინტერესო ის გახლავთ, რომ აი ეკონომიკის სფეროში იქნება ის თუ ცხოვრების ჩვეულებრივი მართვის სფეროში იქნება მენეჯმენტის თუ რა, ჩვენს ქვეყანაში მეტწილად ჭარბობს რეგულაციების საერთოდ მართვის სისტემაში. ანუ ყველაფერი დაყვანილია იურიდიულ რეგულაციებზე და ესე იგი ძირითადი ესე თქვა საქმიანობა, ძირითადი ესე თქვა ბირთვი მასშტაბი აი ამ მართვის სისტემისა გახლავთ რეგულაციების სიჭარბე. მაგრამ დადგენილია, რომ მარტოოდენ რეგულაციების მეოხებით სისტემა ვერ ვითარდება. რეგულაციები ნიშნავს ლიმიტებში, ჩარჩოებში ჩასმას, მათ შორის სამართლებრივი კანონების მიხედვით, მაგრამ მარტო სამართალი ვერ აშენებს ქვეყანას და ეკონომიკა ვერ მიყავს წინ. საჭიროა სტიმულირების მექანიზმების შემუშავება მოსახლეობაში, ხოლო სტიმულირების მექანიზმები საერთოდ არ აჩანს არც დღევანდელი ხელისუფლების ინვენტარში, აზროვნებისა და ეკონომიკური მართვისა და არც წინარე ხელისუფლებისა. მეტწილად ორიენტაცია არის სწორედ ამ რეგულაციების მექანიზმი. და აი ბიჰევიორალურ, სოციოლოგიურ და საზოგადოებრივ სხვა დარგებში, რომელიც ადამიანს სწავლობენ და საზოგადოებებს სწავლობენ, ეს ამბავი ჭეშმარიტებად განიხილება, რომ ესე იგი ადამიანის მართვის ორი ბერკეტი არსებობს. ერთი მასშტაბი რეგულაციები, ან თქვა მისი უკიდურესი სასჯელი, დასჯა და მეორე მასშტაბი სტიმულირება მისი საუკეთესო ფორმა, თქვა რაღაც დაჯილდოება და ასე შემდეგ. და აღმოჩნდა როცა ლაპარაკი არის მენეჯმენტზე, თქვა მოსახლეობის მართვაზე, ეკონომიკის მართვაზე, ადამიანთა მოტივირებაზე და ასე შემდეგ, აღმოჩნდა რომ პროპორცია ამ შორის რეგულაციებსა და სტიმულირებას შორის ასეთი არის. სტიმულირების მექანიზმები უნდა ჭარბობდეს მასშტაბი რეგულაციათა სისტემას. ჩვენთან პირიქით გახლავთ და ამიტომაც ერთადღაც ბუქსოვთ. წნეხი ბიზნესზე იყო 19 წლის განმავლობაში სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ არა მხოლოდ შემდგარი ბიზნესმენების დარეკეტების მეოხებით. არამედ იყო ისეთი მასშტაბი მაღალი გადასახადები და ტარიფები, რომლის მეოხებითაც ჩვეულებრივი ადამიანი ბიზნესს ვერ იწყებდა, რადგან როგორც კი დაიწყებდა, მას გუდავდა, ასე თქვათ, მისი ინიციატივის საწყის ფაზაში, პიონერული ფაზას რო უწოდებენ მასშტაბ ბიზნესისას,
იმ ფაზაში გუდავდა მაღალი გადასახადები და ტარიფები. ამიტომ ესე იგი ეს გაგუდვის ესე ვთქვათ პოლიტიკა ახლაც გრძელდება, ამდენად წნეხი ბიზნესი დღესაც არის, სანამ ესე იგი დაბალი სტანდარტები და მაღალია გადასახადები. ამიტომ ესე ზემოთქმულდა რაც მე თქვი ამ პროგრამაში, ესე იგი მე გულისხმობ საკანდიდატო პრეზიდენტის გიორგი თაჟამაძის პროგრამას, ის შეიძლება შევაჯამოთ და ჩამოვაყალიბოთ 10 ნაბიჯის გათვალისწინებით. სხვაშორის საინტერესოა ეს 10 ნაბიჯი ემთხვევა თვითონ საარჩევნო კამპანიის 10 ციფრს, მაგრამ ეს შემთხვევით დამთხოვა არ გეგონოთ ეს სპეციალურად არის, ესე იგი ეს 10 ნაბიჯი ასე მოაზრებული, მანდამაც ეს დაემთხვეს. პირველი ნაბიჯი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო და განსაკუთრებით ეროვნული ბანკი აქტიურად უნდა ჩაერთოს საბაზრო ურთიერთობებსა და ეკონომიკურ მართვაში. მეორე, ხელისუფლებამ გაბედულად უნდა გაზარდოს საარსებო მინიმუმი და ჯერ იგი გახადოს 250 ლარი, ხოლო ყოველწლიურად 2020 წლამდე გაზარდოს იგი 10%-ით. მესამე, ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა იზრუნოს ტარიფების შემცირებაზე. მეოთხე, სახელმწიფომ და განსაკუთრებით ეროვნულმა ბანკმა სტიმულირება უნდა იყოს მიკრობიზნესის სფეროს, სადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ისედაც არ აქვს ადგილი მიკრობიზნესში, ისედაც არ აქვს ადგილი დაბლეგვრას, მაგრამ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, არ იცის სახიროდ როგორი მოქმედოს და საჭიროა ძლიერი ინფორმაციული მასშტაბური კამპანია ამ მიმართულებით და მიკრობიზნესის შესაძლებლობის გასაძლიერებლად. მაგრამ ესეც არ კმარა, სრულად აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა გამოხოს დაბალპროცენტებიანი კრედიტები აი ამ ეროვნული მიკრობიზნესში ჩართული ან მიკრობიზნესს რო წამოიწყო იმ პირებისათვის. მეხუთე მასშტაბი სახელმწიფო მოახსნას 2 წლის განმავლობაში, სულ ცოტა 2 წლის განმავლობაში ყოველგვარი ბეგარა და გადასახადი მცირე ბიზნესს თავის განვითარების პიონერულ ფაზაში. ასე იყო კორეული სასწავლო მოხდა და სხვა ქვეყნებშიც კი ეს კეინსიანური პროგრამა განხორციელდა. ეს არის კეინსიანიზმი, კეინსის მოძღვრებაზე აგებული ეკონომიკური მოდელი, რომელსაც რუზველტმა გამოიყენა თავის ძეზე დიდი დეპრესიის დასაძლევად შეერთებულ შტატებში, ან თქვათ ესე იგი სხვა ქვეყნებში განხორციელდა ეს პროგრამა და დღეს კიდევ ძლიერ არის ნეოკეინსიანური ტალღა და ერთ-ერთი ნობელის ლაურეატი აკარლოფი 2007 წელს წერს წინს, რითაც აჯამებს საერთოდ და გამოყოფს ესე იგი კრიზისის დაძლევის მექანიზმს, მაშინ როცა კრიზისმა მოეცა მთელი ამერიკა და მან ზუსტად კარგად დაახასიათა, რომ ესე იგი ისევ და ისევ უკან უნდა დაუბრუნდეთ კეინსისკენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ეს კეინსიანური მოდელი გულისხმობდა სწორედ აი ამ ღონისძიების, როგორც არის გადასახადების მოხსნა გარკვეული წელს განმავლობაში, სანამ ეს კრიზისი არის და იდეა იმაში არის, რომ ფული ასეთ არ გაიქცევა. გადასახადებს რომ მოუხსნე ადამიანებს, ისინი რომ დაიწყებენ ბიზნესი, იმიტომ რომ სტიმული ექნათ რომ ბიზნესი დაიწყონ, ეს ფული სახელმწიფოდან არაფერს არ აჯამებს, სხვაგან არ გავა. ფული იტრიალებს სახელმწიფოში, მზარდი მასა ფულისა. მართალია გადასახადები არ შედის სახელმწიფოში, მაგრამ ფულის მასა იტრიალებს და ეს უკვე დიდი წინსვლა ექნება. მაგრამ გადასახადები ისედაც ვერ შევა, იმიტომ ადამიანი უბრალოდ ვერ იწყებს ბიზნესს და რახან ესეთი სიტუაცია ჯობია გასაქანი მიცე ადამიანებს და მათ დაძრან, დაქოქონ თავიანთი ბიზნესი და მერე დაბეგრო ის. ანუ 2 წლის შემდეგ ბიზნესი, უკვე დაქოქილი ბიზნესი ცხადია დაიბეგრება და უნდა დაიბეგროს კიდეც. მაგრამ ესეც არა საკმარისი, სრულად აუცილებელია მცირე ბიზნესზე გამოიყოს ისე როგორც მიკრობიზნესზე აღვნიშნე, მცირე განაკვეთიანი პროცენტებით კრედიტები და ესეც ისევ და ისევ ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს და არა კომერციულმა ბანკებმა. კომერციულ ბანკებმა ამას ვერ განახორციელებენ, იმიტომ რომ მათი პრინციპი არსებობისას სხვა არის. ისინი ზრუნავენ არა სახელმწიფოზე, არამედ საკუთარ მოგებაზე. ამიტომ არც უნდა დაავალო იმას, რომ მცირე განაკვეთიანი ბიზნეს პროცენტები გქონდეს. ის თუ საბაზრო ფასით ჩამოყალიბდება მცირე განაკვეთი კრედიტისა, ეს უკვე სხვა საკითხია კომერციულ ბანკებში, მაგრამ სახელმწიფომ უნდა ითავოს თვითონ განახორციელოს ისეთი პოლიტიკა თავის ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს მასშტაბიან შეღავათიან კრედიტებს. შემდეგ მეექვსე პუნქტი გახლავთ საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაექვემდებაროს პროგრესული დაბეგვრის წესს. ეს ამაზე ცალკე არ შევჩერდები, ეს
ცნობილი არის და მთელ რიგ იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგია ჭარბობს და განვითარებულია მაღალ დონეზე, თქვათ მაგალითად გერმანია, ბუნებრივია იქ არის პროგრესული დაბეგვრის წესი ამ საშუალო და მსხვილ ბიზნესზე. შემდეგ მერვე პუნქტი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს ინვესტირების, მაგრამ გულისხმობ არა გარედან ინვესტორის შემოღებას, არამედ შინაგანი ინვესტირების და გრძელვადიანი კრედიტების დაბალ განაკვეთიან პროცენტებში გაცემის გეგმა. მეცხრე პუნქტი ის არის, რომ შეიქმნას მოქალაქეთა და მოზარდ თაობების სოციალური და ფინანსური განათლების მუდმივმოქმედი პროგრამები. საქმე იმაში გახლავთ, რომ განათლების დონე, წიგნიერების დონეს რო ეძახიან, ძალიან დაბალია მოსახლეობაში ფინანსების კუთხით. ერთ-ერთი ის, რომ ადამიანები რო იღებენ და მე ვერისტუმრებენ ვალებს იქიდანაც კრედიტებს, იქიდანაც მოდის, რომ ადამიანები ინფორმირებულები არ არიან და არ აქვს შესაბამისი ცოდნა. და საჭიროა, ესე იგი, აი ამ ხარვეზის შევსება და უნდა ამოქმედოს კომპეტენციაზე დაფუძნებული მეწარმოების ტრენინგ კურსები, განსაკუთრებით კი დამწყები და პიონერულ ფაზაში მყოფი ბიზნესმენებისათვის. რადგანაც ისინიც ხშირად მასშტაბზე ძალდებიან იმის გამო, რომ ბევრი უნარჩვევი მათ აკრეფილი არ აქვს ცხოვრების განმავლობაში, ისე იწყებენ ბიზნესს. და ბოლოს მე-10 პუნქტი გახლავთ, ეს ამაზე განსაკუთრებით ექცევა ყურადღება ბატონი თარჯამაძის კონცეფციაში, დაიხვეწოს სოფლად თემის განვითარებისა და კოოპერატივების ფუნქციონირების მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ ეს მეთოდოლოგია არსებობს საქართველოში, ოღონდ არასამთავრობოების დონეზე, მაგრამ არა იმ არასამთავრობოების, რომლებიც მხოლოდ პატიმრებზე მუშაობენ, ან თქვათ, მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რა ქვია, საარჩევნო კამპანიებზე და ასე შემდეგ, რომლებიც ეკრანზე ჩანან. არსებობს არასამთავრობო სექტორი, ძლიერი არასამთავრობო სექტორი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი და გამოუყენებელი სახელმწიფოს მიერ, როგორც მნიშვნელოვანი რესურსისა, სწორედ ამ სფეროში, როგორც არის თემის მობილიზაცია, კოოპერირება და სხვა ამგვარი საკითხები და ეს პროგრამები წლების განმავლობაში სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ ინერგებოდა საქართველოში საკმაოდ ნაყოფიერად და აპრობირებული არის ეს მეთოდოლოგია ძალიან ბევრ მასშტაბზე არასამთავრობო ორგანიზაციის საჭირო ამ რესურსის გამოყენება უბრალოდ. აი ეს არის ის 10 ნაბიჯიანი მასშტაბზე კონცეფცია სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლისა, რაც მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გახლავთ აი ამ მასშტაბზე გიორგი თარჯამაძის და ქრისტიან-დემოკრატების მასშტაბზე საპრეზიდენტო პროგრამაში და ისევ მინდა თქვა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ მართლა უალტერნატივოა, მართლა წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში საერთოდ და ძალიან დასანანი იქნება თუ ის იქნება უგულობელყოფილი საზოგადოების მიერ და არ იქნება შესაბამისად გამოყენებული მასშტაბზე ხელისუფლების და სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობით. მადლობთ ყურადღებისათვის. ყველგან რაიმე შეკითხვები? ერთი შეკითხვა ესეთი არის, ტრადიციული შეკითხვა, რომ აი ეს როცა არის მასშტაბზე ამ საარსებო მინიმუმზე და ისა, სად არის ამდენი ფული და არის თუ არა ფული სახელმწიფოს ფული ბევრია. უბრალოდ მიზნობრივად არის ხარჯვა. თქვენ გადახედეთ ხელფასებს ჩინოვნიკების და ნახავთ, რომ საშუალო ხელფასი რაოდენ მაღალია იქ. და გადახედეთ ფასებს, რასაც ისინი იხდიან, იმ ხარჯებს, რაც ისინი იხდიან ძვირადღირებულ მანქანებში და რამდენია მანქანათა რაოდენობა. გადახედეთ იმას, თუ რაოდენ გაბერილი არის ჯარის შენახვის მასშტაბზე სახსრების თავდაცვაზე, სადაც სააკაშვილის დროს განსაკუთრებით უფრო გაბერილი იყო ცხადია, მაგრამ ახლა საკმაოდ გაბერილია. და ნახეთ ისიც, რომ სჭირდება თუ არა საქართველოს 30,000-იანი არმია და მათი შენახვა, სრულიად საკმარისია 10,000 კაციანი არმია, ოღონდ კარგად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალური და დაქერავებული, როგორც დაქერავებული მასშტაბი არმია და არა გაწევაზე ორიენტირებული და ძლიერი რეზერვისტები. ეს სულად საკმარისი არის და აქ აი ამ რაც მე ახლა ჩამონათვალი და კიდევ ბევრი შეიძლება ჩამონათვალი იყოს მასშტაბზე, აქაც ბევრგან არის ეს სათანადო თანხები
გამოსათავისუფლებელი, რაც შეიძლება მოხმარდეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდება ეს საშუალო კლასი და ეს მეგა პროექტები, როგორც არის ხურდონხესი, ან თქვა დიდი ხესების მშენებლობა და ანაკლია და რაღაც ამდაგვარი, ბუნებრივია გაასქედებს მასშტაბე მსხვილ ბიზნესმენთან ჯიბეებს და მსხვილ ინვესტორთა ჯიბეებსაც, მაგრამ ამათ ქართულ მოსახლეობას და საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელსაც ნოქოდეს თავისი ეკონომიკური პოტენციალი, წინსვლამ ადამიანს არ ექნება. ესეთი არის ის, ამას აჩვენებს სოფლიო ლოგიკა საერთოდ განვითარების. ქვეყანაში ქმნის დოულაც მცირე ბიზნესი, თვით შეერთებულ შტატებშიც კი. და მსხვილ ბიზნესს იქ უკავია გაცილებით პატარა მოცულობა აქვს, ვინმე მცირე ბიზნესი. აქ კიდე ისე ახლა მეგას ბიზნესზე აქვენ პროექტებზეა ლაპარაკი, ანუ გრძელდება პრაქტიკულად სააკაშვილის ტიპის აზროვნება. დიდი მადლობა თქვენ.